Დილა მშვიდობისა მეგობრებო, ein wunderschöner Morgen wünsche ich euch. ხო? სწორედ თქვი, ხო? დილის შვენიერ დღეს გათენებას, შვენიერ დღის გათენებას გისურვებთ. აგერ დედა ჩემის ის მარცხნივ დედა ჩემის ის მარჯვნივ ჩემი მეუღლე რა მაგარია, გარეთ ბავშვი. შუაში ვარსკვლავები. ეხლა ნახეთ. ეხლა ჩვენ ვისაუბროთ პაპის წასვლაზე. მოიძებნით არ წახვიდე. ჩემმა მეუღლემ ყაվել გამიმზადა პატარა ჭიქაში დილა მშვიდობისა და პატარა ჭიქის ჭიამაის ყავის ჭიქით ვსვავ ყავას. გილოცავთ. ხო, ეხლა ხუმრობას გადავდოთ გვერდზე და ვისაუბროთ გარდაიცვალა პაპი თუ მოკლეს. უბრალოდ მოკვდა თუ გარდაიცვალა. მინდა გითხრათ, სიკვდილი ხდება იმ შემთხვევაში, ცოტა 2 წუთი მომეცით, აქეთ დედა ჩემი ზის, აქეთ ჩემი მეუღლე, 2 წუთი მომეცით და ვისაუბრებ რა არის სიკვდილი და რა არის გარდაცვალება და მერე გავაგზავნოთ პაპის ამბავზე. სიკვდილი მეგობრებო არის, როდესაც სული უკვე გაქრება, დაიშლება და ის ვეღარ გადადის სხვა სფერო, ანუ პორტალს ვერ გადის, ანუ სხვა სფეროებს ვერ უერთდება და ანუ სულის დაშლა ქვია მაგას და სიკვდილი ქვია. და გარდაცვალება არის, როდესაც სული განიცდის ტრანსფორმაციას, გადადის ერთი საფეხურიდან მეორე საფეხურში, გადადის ერთი სფეროდან სხვა სფეროში, ანუ ერთი განზომილებიდან სხვა განზომილებაში. აი ეს არის გარდაცვალება, რასაც საქართველოში ხშირად ვიყენებთ, როდესაც ადამიანი გარდაიცვლება. ჩვენს ნათესავებზე, ჩვენს მეგობრებზე, ჩვენს საყვარელ ადამიანებზე ყოველთვის უნდა ვთქვათ, რომ გარდაიცვალა და არა მოკვდა. მოკვდა, ესე იგი, всё, გათავდა იმის სული აღარასდროს აღარ მოიხსენიება ამ ცხოვრებაში, რომც მოიხსენიოს, იმას ძალა აღარ ექნება და გარდაცვალება ქვია იმას, რასაც ნიშნავს მოიხსენიება, მისი სული ცხონდება, მისი სული იქნება ნათელში და ასე შემდეგ და კიდევ არის მესამე პოზიცია სულის გარდაქმნის, ეს არის ამაღლება, რომელიც უკვე ქრისტემ გაიარა და რომელიც ასევე უნდა გაიაროს ელიამ, ენოქმა და ჩვენც. ეხლა მოდი გავაგრძელოთ, ქმარი ახლა აგერ მეუღლე მარჯვნივ რომ მეჯდა ცოტა ხანი გარეთ გავიდა და დედა ჩემით დავიწყოთ. ხო, დავიწყოთ დედა ჩემით. რას ფიქრობთ ქალბატონო ნარგიზა? კაი, გამოჩენა არ უნდა გაიქცა დედა ჩემით, არ გამოგაჩნეთ. აი უბრალოდ ხმას გავიგებ. რას ფიქრობთ ქალბატონო ნარგიზა პაპის სიკვდილის შესახებ? დაბერდა და მოკვდაო დედა ჩემი ამბობს. რატო წახვედი მან აქ დაჯექი რომ ხმა გაიგოს. კარგი, დედა ჩემის აზრით დაბერდა და მოკვდა. ეხლა ქართველებმა რომ დაუწყეს ერთმანეთს ჩხუბი იმაზე, რომ აი პაპსის სიწმინდეზე ერთი ნაწილი პაპსის სიწმინდეს იცავს, მეორე ნაწილი პაპსის ჩაქვესკნელებას ზეიმობს. მოკლედ, ერთი სიტყვით ქართველებმა აღარ ვიცით რითი დავჭამოთ ერთმანეთი. რა დაგმართნია ერთი მითხარით. ანუ ქართველი რომ პაპის გამო დაიწყებს, აი ეს ილია მეორე აღარ გვეყო ახლა. პაპის გამო დავიწყოთ ერთმანეთის ჭამა, ნამდვილად წინ ვერ წავალთ და მოდი იცი რა, ჩემი აზრია ესეთი რა, რომ ვიდრე ჩვენ იმას განვიხილავდეთ და ერთმანეთს დავპოტნიდეთ სახელს, რომ პაპის კეთილსინდისიერებას დავიცავდეთ თუ არა კეთილსინდისიერებას გავაჟღერებდეთ. არამეო, ხო? არა მე ვარ მართალი, არა მე ვარ მართალიო, ხო? არამეულიდან ჩვენ უკვე გაშღერდა რომ გადავედით ესე იგი სიდონის მდგომარეობაში, ხო? ხო, სიდონის მდგომარეობაში. ეს არის დო რე მი ფა სოლ ლა სი, მეშვიდე საფეხურის მდგომარეობაში. ესე იგი, მეშვიდე საფეხურის მდგომარეობა არის ასეთი მეგობრებო, როდესაც ადამიანები არიან უკვე მამასთან მჯდომი, რაბინის პოზიციაში კი არ არიან, ყორნების პოზიციაში, არამედ მეშვიდე საფეხურის პოზიციაში მზის სხივებივით ანათებენ. რაღაცა მინდოდა მეთქვა და ამომივარდა თავიდან.
ვარდონები არიან ეგენი, ვარდონის პოზიციაში, ესე იგი ვარს ამბობს ადამიანი, აღარ ამბობს რომ ესე იგი ხო, გამახსენდა რაც უნდა მეთქვა. როდესაც სიდონი და ვარდონის პოზიციაზე გადადის ადამიანი, სიდონი არის მეშვიდე პოზიცია, ვარდონი არის უკვე მე ვარ, ამბობ, მე ვარ დონე ამბობ და რა დონე, უკვე სიდონის რომ ხარ, მაგას ამბობ. და ამას დავამატოთ ის, რომ როდესაც ჯვარზე ჩვენ ვარდს მოხსენით მთელი ეს საუკუნოვანი კი რა 1000 წლოვანი ჯადო, აქ აიხადა ფარდა ერთ-ერთ საკითხს, რომელიც ბენედიქტ ფრანცისკომ დაგვიდასტურა. ესე იგი, კარი გააღო, რომელიც დაკეტილი იყო, რაღაც ყოველ 20 წელიწადში თუ 30 წელიწადში იხსნება ეს კარი და ეს კარი არის შესასვლელი იმ ბიბლიოთეკასთან, რომელიც არის დაფარული. ბიბლიოთეკის ჩასასვლელი არის დაფარული და აი ამ კარში რომ გააღო ფრანცისკომ და საბოლოოდ მოინანია თუ არ მოინანია თავისი ამდენი წლოვანი ცოდვა, საბოლოო ჯამში ჩვენ იმას გვიმტკიცებს, რომ ის რაც ჯვარზე გაჟღერდა 23 მარტს, რომ ფარდა აეხადა, ესე იგი მოჯადოებულ ვარდს და გადავედით ვარდონის პოზიციაში, ესე იგი სიდონის პოზიციაში და არა სინოდის პოზიციაში. სინოდი არის რაბების, ესე იგი ყორნების პოზიცია და სიდონი არის უკვე მეშვიდე საფეხურის პოზიცია, ეს არის ქრისტე აღდგა მე ჭეშმარიტად შევცვალე სამართლიანად, იმიტომ რომ სამართლიანში სიტყვაში დევს მართა და ლი და ჭეშმარიტში დევს ეშმა და ხო, ეშმა და არ არის ლამაზი სიტყვა. სამართლიანად ადგა ქრისტე, მე ასე ვულოცავ ახლა უკვე ხალხს და კიდევ რა მინდოდა მეთქვა, იცით, აი ეს რომ თქვი, რომ ახლა მეთქი გაიხსნება ის დაფარული ბიბლიოთეკა თვითონ ურჩხული გაუხსნეს მეთქი ლამაზმანს დაფარულ ბიბლიოთეკას თქო, მოხდა მეგობრებო, გილოცავთ, აი ის რაღაც დღეების წინ მოხდა. ხო და გვიხაროდნენ ჩვენ აწი დაგვიბრუნდება ჩვენი ყველა ის წერილი, რომელსაც ვიმსახურებთ, აი ეს არის მნიშვნელოვანი, ვიმსახურებთ, რომელსაც ვიმსახურებთ და არა რომელიც გვეკუთვნის, რომელსაც დავიმსახურებთ, იმას მივიღებთ. ეხლა რომელს დავიმსახურებთ, რომლის მიმართაც ინტერესს გამოვიჩენთ და სხვადასხვაგვარი ისენი არსებობს, რა ქვია, წერილები. ერთ-ერთი არის წერილი, რომელიც არის ჩვენი პირველი ბიბლია, ეს არის ეფუთის წიგნი. ეფუთის წიგნი, მეგობრებო, თუ კი მოიძებნება ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში, თუ კი მოიძებნებოდა, სავარაუდოდ შესაძლებელია, რომ იმ ბიბლიოთეკაშიც მოიძებნებოდეს, რომლის კარიც ახლა გახსნა ფრანცისკომ და ჩვენ მოვითხოვოთ ეს ეფუთის წიგნი და დაგვიბრუნდება. თუ არ მოვითხოვთ, კარგად მეყოლეთო, გვეტყვიან. მეორე არის ჩემი ინტერესი, პირადად ჩემი ინტერესი, მეორე ინტერესი არის თამარ მეფის ხელწერილები. თამარ მეფის ხელწერილები, რომელთაც და ვეფხისტყაოსანი ორიგინალური ნაშრომი უნდა დაგვიბრუნდეს, აუცილებლად უნდა დაგვიბრუნდეს, იმიტომ რომ თამარ მეფის ხელწერილებში ჩვენ ვნახავთ ძალიან ბევრ საიდუმლოსაც, რასაც პირადად მე კარგად გავიგებ, სხვები არ ვიცი როგორ გაიგებენ ახლა, მაგრამ კიდევ რა მინდა ვკითხრათ, იცი, აი თამარ მეფის ხელწერილებში მე პირადად იმედი მაქვს, რომ გამოჩნდება თამარ მეფის სრულყოფილი სახე. რატომ, იცით? ჩანახატები თამარ მეფეზე არ არსებობს, რომ არ იყოს. ანუ ხელით ჩანახატი თამარ მეფის ფრესკა დავარქვათ თუ სილუეტი თუ ფოტო თუ რა ვიცი ჩანახატი, აი ესენი ყველაფერი არსებობს, მეგობრებო, ასევე არსებობს ყველა მეფის ჩანახატი, მე ვიტყოდი რომ ყველა მეფის ჩანახატი არსებობს, განსაკუთრებით თამარ მეფის ჩანახატი უნდა დაგვიბრუნდეს და სრულყოფილი სახე თამარ მეფის უნდა დავინახოთ ჯერ ფურცელზე, არა ფრესკებზე, ფრესკები ხომ იცით რომ ძირითადად ისე არის შემონახული, რომ შელახული არის სახე, სრული სახე თამარის. ხო და თამარის სრული სახე, ანუ თავისი დეტალებით. არა მგონია, რომ 12 საუკუნეში მხატვრები არ ყოლოდათ.
არაჩვეულებრივი შესრულებები აქვთ ფრესკების და მხატვრები ძალიან კარგად ეყოლებოდათ და დაგვიბრუნდება. ერთი ხალხური სიმღერა გამახსენდა იმერეთში იციან არ დამიკარგავს მიპოვნია ეხლა ჩემია ხო? შორენა საყვარელი ხარ. გენადი წერს მოკვდაო. მოკვდა. კი, მოკვდა. მოდი იცი რა ვქნათ, ჩვენ გვიხაროდეს რომ გარდაიცვალა, მაგრამ თუ მოკვდა სამწუხაროა მისთვის, ხო? ანუ მე ვუსურვებდი რომ გარდაცვლილიყო. მე მგონია რომ გარდაიცვალა, იმიტომ რომ მან გააკეთა ის საქციელი, გააკეთებინეს თუ გააკეთა, მაინც შეინდეს თუ რა ქნეს, არ ვიცი, აი ეს ბიბლიოთეკა გახსნეს. გესმით? გახსნეს. გახსნილად გამოაცხადეს. რამდენად შეასრულებენ თავის სიტყვას, ეგ არ ვიცი, მაგრამ რადგან გახსნილად გამოაცხადეს ეს ბიბლიოთეკა და ის წერილები, რომლებიც უნდა დაგვიბრუნდეს, ჩვენ გვიბრუნდება, მაშინ ვიტყოდი რომ გარდაიცვალა, მაგრამ თუ არ შეასრულეს თავისი სიტყვა, მაშინ მოკვდა. ჩემო ქმარიკა, მოდი ჩემთან ერთი რაღაცა უნდა გკითხო. ხარი? რაღაცა უნდა გკითხო. შენ რას ფიქრობ ფრანცისკოს გარდაცვალებაზე? არ ვიცი. სიკვდილზე. ბებერი ხო რა? რა 88 წლის იყო ხა? უი 88 წლის არ მოკვდა შენი გარდაიცვალა შენი ბებოც? 88 წლის იყო ზუსტად. 8. ხო, 8. ეს რა ნიშანია? იცი რა ლამაზი ხარ, უნდა გამოგაჩინო. არა, არ მინდა. გამოგაჩე რა. აი როგორ გიხდება ის, აი ისინი როგორ გიხდება. არა, არ მინდა. არა, იცით რა ლამაზი გვირგვინია დგას ჩემს მეუღლეს. უნდა გამოვაჩინო, გთხოვ რა, გთხოვ, გულით, და ყელით გთხოვ. გამოგაჩენ. ხო თუ გამოვაჩე. დამთანხდა. არა, ვთხოვე, ძალადობა თხოვნა არა. ეხლა გამოვაჩენ, რა ლამაზი გვირგვინი ახურავს ჩემს მეუღლეს. აი. ჩანს. საიდან ვინდა გახურა ეგ გვირგვინი? ალუბალმა. ალუბალმა აჩუკა. ალუბალის ალუბლის ხე. მოდი კარგად დავათვალიეროთ. აი, რა ლამაზი გვირგვინია. ყოჩახ, კარგია, მომეწონა. კაი, ეხლა მითხარი, ფრანცისკო, რა გააკეთა ფრანცისკო? არ ვიცი, იძახის რომ აი არ ქონდა ეს პრეტენზია ფულის პრეტენზია არ ქონდა ფრანცისკომ. არა? არა. ფული რაც უნდა და თორე? Ara, so es gibt Päpste, die im Luxus leben. Ja? Ja. Und der hat ganz einfach in einer kleinen Wohnung gewohnt, ja, ohne dass er in diesem Riesenpalast gewohnt hat. Der hat eigentlich der hat sich von dem Geld, von dem Luxus abgesagt. Ja? ესე იგი, ქრისტეს მიბაძა. თავისი მოკრძალებული იმით, რა ქვია, ცხოვრებით ერთი ოთახში ცხოვრობდა და არა ლუქსუსში, როგორც ილია მეორე ვთქვათ, ხო? არ ვიცი როგორ. და ეს შენი აზრით აპატიებს ღმერთი იმ საქციელს? ერთხელ კი, ხო? ერთხელ აპატიებს? არ ვიცი რა, მე არასდროს არ ფიქრობდი პაპის ყოფნა რა. საერთოდ არ ფიქრობ არსებობაზე, ხო. არსებობაზე. არ ვიცი რა, აი პაპი არის და ყველაზე დიდი პეტრუსი, ხო? პეტრუსი არის. პეტრეს სკამზესის. პეტრეს ეკლესიაზე ზის, ხო? პეტრეს ეკლესიის სკამზესის. არ ვიცი რა აკეთებდა, რა არ აკეთებდა, არ ვიცი. მე ვიცი რომ ხანდახან რას აკეთებდა? ხო, რას აკეთებდა და რას არა, მე არ ვიცი. მე ვიცი რომ ხანდახან იყო LGBT-ის ოპონენტი. მომხრე. ოპონენტი იყო, ხო? ოპონენტი იყო? მე პირიქით რო ვიცი, ლოიალობა გამოიჩინა მათ მიმართ. არა, პირიქით. არ უყვარდა ეს ფრანცისკოს არ უყვარდა LGBT? არა. საინტერესო, აბა ისინი რო ქონდა LGBT-ს დროშები რო ეხატაზეთ. სადა? ყელზე ქონდა ჩამოკიდებული. არ ვიცი, ეს შეიძლება ესეც იმას უშევოდა, ანუ ესეც ნიშანს აძლევდა ხალხს.
ემის რა ქვია მე არ ვიცი მე არაფერი არ ვიცი ამ პაპოს გამო არაფერი არ ვიცი აი კონსტანტინე წერს ფრანცისკოს ღმერთი ლუციფერი იყო და რაზეა საუბარი მან აღიარა 2014 წლის 27 აპრილს მოკვდა მან აღიარა 2014 წლის 27 აპრილს რომ ლუციფერია მისი ღმერთი არ ვიცოდი კონსტანტინე საინტერესოა არ ვიცი ყველას იციან რაღაცები და ალბათ რეპტილოიდების დრო მოდისო გიორგი წერს ხო თამარ საყვარლები ხართო ლალი წერს ჩვენ უკვე ვართ ცუდი დროში და რეპტილოიდები თუ მოდის კი არა ვართ უკვე რეპტილოიდების დრო კროკოდილები თუ დინოზავრები ვართ მაგდროში არა აღნიშნული მაგრამ ჩვენ ვართ რაში ეხლა აი საქართველოში რა არის სხვაში თუ დინოზავრები და რეპტილოიდები და კროკოდილებია ჩვენთან არის მზე ხო მზე რატო აბა თუ იცი იმიტომ არის მზე გინდა გითხრა რატო არის მზე გითხრა იმიტომ არის მზე მოიცადე ახლა მე დავანახებ ჩემ თავს ახლა მისარაკო თვალს ჩამიკრავთ იმიტომ არის მზე მეგობრებო რომ ჩვენ გვყავს გიორგი ბრწყინვალე ესე იგი მეორენაირად რა ქვია იმას სად არის მზე მოიცა ერთი წუთი გამახსენ იმის სახელი ივანიშვილის სახელი გამახსენ ბიძინა ივანიშვილი მზე ყავს მზე კაცი ყავს სათავეში მზე კაცი გვერდით უდგას ვარსკვლავი ილია მეორე ხო და ჩვენ მზე იმობთ მზე ყავს გაბწყინებული ვართ ჩვენი სიბწყინვალე მთელს მსოფლიოს მოედო მაგალითად როგორ იცით მეგობრებო მოედო ესე რომ ყველა ჩვენი დედაკაცები ანუ დედაქალები გავგზავნეთ სხვადასხვა ქვეყნებში მისიონერებად რატომ ეხლა რომ მოუარონ მათ იმ ხალხს ვინც სიკვდილის პირას არის მისული მათ მისცენ ცნობიერება და მზის სხივები შეიტანონ მათში. ხო, არ დაგავიწყდეს თვალით ჩაგიკარით. ეხლა რასაც ვლაპარაკობ. ხო, ამიტომ ჩვენმა მზემ მამამ ილია მეორემ გაუგზავნა მთელს მსოფლიოს ჩვენი სხივები დედაკაცების სახით. მამაკაცები დაიტოვა თვითონ, ღმერთმა იცის რაში სჭირდებოდა. ხო, და მის გვერდით დაიყენა ივანიშვილი ბიძინამ იძინა და გაიღვიძა რომ გაიღვიძა ნახა რომ ფრანცისკო გარდაცვლილიყო რომ გაიღვიძა ხო ჯერ თვალები მოიფშნიტა ეს სადვარო და ნახა რომ რუსეთის ხელში ყოფილიყო და მე რა ქნა იცით რა მაგარი ზღაპარია მოგიყვებით გავაგზელებ რომ ხო ისა რუსეთის ხელში რომ იყო ანუ წითელი ურჩხულის ხელში რომ იყო ბიძინამ რა ქნა იცით მეგობრებო იშიშულა ხმალი და აი ეს ხმალი ისე იქნია რომ ხელიდან გაუვარდა მე ეს ხმალი აიღო ერთმა პატარა გოგომ სახელად რა დავარქვათ სახელად არ უნდა სახელი ერთმა პატარა გოგომ ამ პატარა გოგომ ვერაფერი გაუგო ამ ხმალს და გადააკეთა ეს ხმალი ასობგერებად და ამ ასობგერებში დაინახა სიტყვაში რომ მოთავსებული იყო ალის ხმა ალისონი დავარქვათ ალისია ან ალისონი ხო ამ ალისონმა მიხვდა რომ ესე იგი ვერც ბიძინა ვერც მზე ვერც ურჩხული ვერავინ ვერ მოერეოდა ალისონს და გადაწყვიტა რომ თვითონ გაიგრძელებინა ზღაპრის მოყოლა ხო და ზღაპრის მოყოლა რომ გააგრძელა პატარა გოგომ ნახა რომ ეს ზღაპარი უსაშველო იყო და გადაწყვიტა რომ მომბეზრდა ეს თამაშია და დაუსვა წერტილი რომ დაუსვა იქ ნახა რომ წერტილში იყო წრე
და ამ წრეში იყო გარე წრეც. ხო და ამ გარე წარმა ხომ რა გააკეთა, იცით? შექმნა ერთი ჯგუფი, რომელშიც იყო სიბრძნე მოთავსებული და დაპატიჟა ყველა მეცნიერი. მეცანში ვინც იყო. ხო და ის მეცნიერი კი არა, ვინც სკოლაში ასწავლის, ანუ უნივერსიტეტებში, არამედ გადაწყვიტა, რომ ყველამ ვინც მეცნო, დაეპატიჟებინა და დიდი სკოლა შექმნა, სადაც გადავიდა ეს დიდი სკოლა მე-9 ცაზე. ანუ მერვე დღიდან მე-9 ცაზე ასულმა ქალბატონმა ალისიამ განახორციელა ეს საკითხი, მოაგვარა, ესე იგი, გიორგი ბრწყინვალის დიპლომატიაც თავის თავზე აიღო, ილია მეორეს ბრწყინვალებაც და თამარ მეფის ჯვარიც. მეტი რაღა გითხრათ, გახდა ვარდი, ანუ ვარდონი, ვარდონეზე ავიდა, ანუ სიდონი გახდა და რა ვიცი, ყველაფერი გახდა რა და საბოლოო ჯამში დასრულდა ამბავი. მოდი ახლა გავაგრძელოთ რეალურად ჩემი მეუღლე რას ფიქრობს. რას ფიქრობს? ხო, აბა მეუღლევ, რას ფიქრობ ჩემს ზღაპარზე, როგორ მოგეწონა? რას ზღაპარზე? მე გარეთ ვიხავით, არა? გარეთ ვიხავ. დედა, ჩემს ზღაპარი როგორ მოგეწონა? ეს გიორგი ბრწყინვალი და ილია მეორე? ხო. ზღაპარი იყო ეს როგორ? ხო რა, პირველი ჯერ ესა დასახვეცია ჯერ. მზეში არა ხარ საქართველოში, პირიქით. არა? ჩრდილში ხარ. ჩრდილში? ხო, იმიტომ ესენი არ უნდა გაგიამბები საქართველოსთვის. არ უნდა? მაშინ ეხლა ვასწავლე მე მაგათ ჭკუას. ეხლა ნახე. თუ არ უნდა კარგი ამბები საქართველოსთვის, მოუნდებათ. მე გავაგრძელოთ. რა? ვის უნდა კარგი ამბები საქართველოსთვის? შენ გინდა? მე მინდა? შენ რა იცი რომ მე მინდა? მეც მინდა. შენ გინდა? ყველას უნდა, მაგრამ თავი არ უნდა. და თქვენ ხართ თავი. ესე იგი, მე ვარ თავი? თავ-თავი. ყველას ხართ თავი. თავ-თავები ვართ. ანუ ყანა ვართ უკვე. არ ვიცი. ყანა ვართ. ეხლა უნდა გამოვწყვით. Ich weiß, dass ihr alle das Beste wollt, ja? Ja. Aber keiner macht das Beste. Aha. ყველას უნდა, ყველასე კარგი ამ ქვეყანაში, მაგრამ არა ვინ არ აკეთებს, ყველასე კარგი. რატო? არ ვიცი რატო. არ ვიცი რატო. შენი მოსაზრებით რატო? იმით რომ ყველას უნდა თავისთვის რაღაც. თავთავები არიან. თავთავისთვის. თავისთვის რაღაცები. ისევ თავთავში ვართ. თავთავში ვართ. ეხლა რა უნდა გავხდეთ? ყანა. ხო. Einzelköpfe, und wir brauchen eins. ხო. ესე იგი ყანად უნდა გადავიქცეთ, ხო? ხო და ილია მეორე სტილობს. სტილობს რომ მაგის იმას იქნება თავი და ყველას თავთავები. კარგი? ტირის თუ ტირობს, თუ სტილობს, ვერ გავიგებს. Der versucht oder er stillobs, die Kirche versucht, die ganzen Menschen zusammenzufassen, ja? Aber erlaubt den Menschen nicht, der einzelne Kopf zu sein. ილია მეორე ცდილობს, რომ ერთი ყანა გახადოს, მაგრამ არ აძლევს ნებას, რომ ყველა თავისი აზრი გააჩნდეს, ხო? ესე იგი, უნდა რომ ყველა იმად გადააკეთოს, თავისთავად. რაც უნდა ამის, was er möchte. რაც თვითონ უნდა, ისე უნდა რომ გადააკეთოს, ხო? თვითონ არა, მაგრამ ამის წრე რაც უნდა. ხო თვითონ რაც მის წრეს, ან სინოდს რაც უნდა. ეხლა მე გეტყვი. სინოდი ერთი არის, აი სინოდში რამდენიმეა? ამის ხაიხი რაც უგან, რა. მის უკან სინოდი დგას, ხო? არ ვიცი, ვინ არის? სინოდია, მთლიანად ვინც თვითონ შეკრიბა თავთავებად. სინოდის უკან ვერაცა არის, ხო, არა? ხო გითხარი, წითელი ურჩხული მეთქი. წითელი ურჩხული რა არის? ფული? თუ არის წითელი ურჩხული? თუ იქით რუსეთი, თუ ვინ არის? რუსეთია წითელი ურჩხული. არ ვიცი. წითელი ურჩხული რატომ არის, იცი? არ ვიცი, მითხრა.
ვითომ მხსნელია გესმის, ვითომ იოანე ნათლისმცემელია და წითელი ურჩხულისგან უნდა იხსნას თავი და პირიქით არის. წითელი ურჩხული თვითონ არის და იოანე ნათლისმცემელის თავს აჭრის. რატო იცი საქმეებით? რატო იცი? რა საქმეები? აი მაგალითად უკრაინა გაიმეტა. უკრაინის ხალხი, ბავშვები, მოხუცები გაიმეტა ყველა და ქართული ეკლესია ტაშს უკრავს, რომ ყოჩაღ რა კარგად დაამარცხეო წითელი ურჩხულიო, გესმის? აი ეს არის წითელი ურჩხული. ჩვენ არ უნდა ფიქრობ ამაზე რა, იქ არიან ესენი, აქ არიან ესენი და უნდა ვიჩრობოთ. ეგრე არ უნდა ფიქრობ ჩვენ. ჩვენ უნდა ფიქრობ მთელი სოფლიოში. მთელი სოფლიოს მასშტაბში. იმიტომ შეკრული არის ყველაფერი. და არ არსებობს საქართველოს არ არსებობს რუსეთი. ერთად ვართ, არა? არა ვართ ერთად? მთელი სოფლიო ერთად ვართ, მე მგონი. და უნდა ვიქნებით ერთად. ხო, მეც ეგრე ვფიქრობ, კარგი ასეა. ამერიკელები ან ჩემი მეზობელი არ უნდა ქონდეს მეტი ვიდრე მე. ისეთ დროს დაგიჭირე. ხო, ყავას როსვავდი. ვაისა, მაშინ მოგინდა შენ რომ გამოგაჩინე კადრში ისე უცნაურად ყლაპვა. ხო. მეგობრებო, ხუმრობა დავასრულოთ. ხუმრობა დავასრულოთ და წავიდეთ ახლა გავაკეთოთ საქმეები. ჩვენ ყანაში ბევრი საქმეა. ჩვენ ვართ ყანა. ყველა თავ-თავს თავისი თავი აბია და ერთი თავი არ უნდა გქონდეს. ერთი თავი თუ გექნება, მაშინ წაგვაცლიან იმ ერთ თავს და ჩვენ თუ ვიქნებით ულევთავიანი, ანუ ბევრთავიანი, მაშინ ჩვენ ვიქნებით დაუმარცხებელი წარმომადგენლები. როდესაც ქრისტე გვეუბნებოდა სხვათაშორის, შენ იგავებით რო გელაპარაკებიო, იმიტომ გელაპარაკებიო, რომ ყველა სხვანაირად ესმისო და ამიტომ, თორე ეხლა ყველა ერთნაირად რო აუხსნაო, მაშინ გამოვალ ბუდაო რა და ესე რა. ბუდიზმში ხوار გვინდათ რომ გადავარდეთ, ქრისტიანები გავხდეთ. გადავარდეთ კი არა, გავხდეთ. გავხდეთ, გაიგე დედა, გავხდეთ. კიდევ გინდა და რამე სხვა? შენ დედა? თქვენ ხომ არ გინდოდათ რამის თქვა? არა, მაშინ წავიდეთ. გაკოცეთ, მეგობრებო, გაკოცეთ. მე მაქვს არაჩვეულებრივი იდეები და ამ არაჩვეულებრივი იდეების განხორციელება სჭირდება და რაც არ უნდა არაჩვეულებრივი და უტოპიური იყოს იდეა, ყველა იდეა არის განხორციელებადი. ყველაფერი შესაძლებელია, ყველაფერი შეგვიძლია. ქართველებს ყველაფერი შეგვიძლიათ. თუ ჩვენ მზის სხივები გავიფანტეთ, ეხლა შემოვიკრიბოთ ისევ და ქართველო დედებო, დედაკაცებო, დედაქალებო, რა ვიცი, დედებო, ყველას გეუბნებით რა, აქედან მოდის სხივი. თქვენ წასული ხართ აქედან, ისევ დაბრუნდით უკან, იმიტომ უნდა დაბრუნდეთ უკან, რომ მზე უკვე თავის იმას კარგავს რა, ბალანსს. თუ არ შევკრიბეთ ეს მზე ისევ ერთად, ვერ გავწყინდებით. ეხლა გაფატულია მზე, დაბრუნდით უკან, შეიკარით ერთად. ერთ ყანად გადაიქეცით და გამოვა ესეთი რაღაც სიტყვა, ახალი სიტყვა წარმოვქნათ. ნუ გეშინიათ ახალი სიტყვების წარმოქმნის. დედა ყანა. აი, დედა მიწა ხო არის, ხო? ეხლა გადავაქციოთ დედა ყანად. და გამოვიყვანოთ ესეთი ახალი ჯიში, დედა ყანა. ხო და ხომ არის ქვეყანა, ზეყანა და დედა ყანა, სწორ? დედა ყანა. დედაყანები გადავარჩენთ. დედებო. გეყოფათ ახლა ფულების გამოგზავნა საქართველოში და ამ ფულების ხარჯვა მე თქვენი შვილების მიერ უცნაურ რაღაცეებში, არამედ ახლა თქვენ უნდა ჩამოხვიდეთ, თქვენ უნდა შექმნათ ყანა. ანუ ყანა განვიხილოთ, მოდი აბა სიტყვა გავშაფროთ ლაზარისეულად. მოდი აბა თქვენთან ერთად მეც. ყანა. ყ არის ყან, ა არის ანი და ν არის ნარი.
ესე იგი გამოვა ყანარინი და ν რო შემოვატრიალოთ, ხო? ნ-ს ხო აქვს ესეთი სხვადასხვა ფორმები, ხა არ უნდა წერა ამას. ν რო შემოვატრიალოთ, გამოვა ყამარინი. ანუ ყამარი მოპარაო ამირანმა ვისო ღმერთებსო. ხო და ასე რომ მეგობრებო, თურმე რაშია საქმე? ყამარი ქვია ამას, ვინც ამირანმა მოპარა ღმერთებს, ხო? ანუ მივუახლოვდით ყამარს. და ყამარი არის ქალი, რომელიც ჩამოყავს ამირანს ღმერთების ცნობიერებიდან, ანუ ღმერთებს მოტაცებს. ხო და მოვიტაცოთ ყამარ-ქალი. ასე რომ გაკოცეთ მეგობრებო, მშვიდობიანები ძლიერი დღე თამარ, უფლის წყალობით და მადლით სავსე, მადლობა შორენა, გაიხარეთ ყველა, მიყვარხართ, დაგლოცავთ, რა ვიცი, ჩემ თავსაც დავლოცავ, ღმერთს ვთხოვ რომ ყამარში გადაგვიყვანოს, ანუ ყამარი არის ესე იგი დედაყანა არის ესე იგი თვითონ ეს დედის სიძლიერე, საქართველოს ძალიან უხდება დედის სიძლიერე და დავიბრუნოთ ყამარ-ქალი.